რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები კიდევ ერთ ახალ მარშრუტზე იმოძრავებენ. ახალ მიმართულებაზე მოძრავი ავტობუსები რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ და მგზავრებს თბილისში ვაკის გავლით უნივერსიტეტის მაღლებ კორპუსამდე გადაიყვანენ. გათვალისწინებულია საშეღავათო პაკეტის სტუდენტებისთვის მგზავრობა უფასოა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სტუდენტების მოთხოვნა შესრულებულია, ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის ძირითადი ეტაპი სრულდება. რუსთავის მეტალურგიის მიმდებარე ტერიტორიიდან შეძლებენ გადაადგილებას თბილისის მაღლივის უნივერსიტეტის კორპუსამდე. სტუდენტებისთვის ეს კიდევ უფრო გაამარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას. 10 წლეულებია ნამდვილად, რაც რუსთაველის გამზირზე და ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტი რუსთავიდან არ გადაადგილებულა. დასკვნით ეტაპზეა გადასული მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმა, დაემატება კიდევ ერთი ხაზი და ვიტყვით, რომ ამით შედგა და განხორციელდა ჩვენი მოსახლეობის მიმართ დანაპირება. ეს ხაზი ახლა რაც დაამატეს ძალიან მნიშვნელოვანია. არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა იმ ახალგაზრდასთვის, ვინც დადის თბილისში და მეც ვისარგებლებ ამ სერვისით.